ეს ნამდვილი პატივია, რომ თქვენი ვიზიტისას ვაშინგტონში გმასპინძლობთ. თქვენმა შენიშვნებმა ბევრი საკითხი დაგვიტოვა სასაუბრო და განსაკუთრებით თქვენ უკვე შეეხეთ, როგორც ჩვენ ვამბობთ, შეერთებულ შტატებში ყველაზე უხერხულ საკითხს, იმ მღელვარებას, რომელიც ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს ალიანსის მომავალთან დაკავშირებით გვაქვს. ვაცნობიერებთ, რომ თქვენი გუშინდელი ვიზიტის შემდეგ თეთრ სახლში და შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპთან, დივან რუბიოსა და მდივან ჰაქსეკთან, ცხადია მრავალი თვალსაზრისით დიპლომატიური დიალოგები უნდა დარჩეს კონფიდენციალური, რათა ეფექტურად იმუშაოს. მაგრამ რა შედიძლიათ გაგვიზიაროთ ამ საუბრები და როცა ალიანსის მომავალზე ვფიქრობთ? დიახ, რა თქმა უნდა, როგორც დიპლომატიურ წრეებში ამბობენ, ეს საუბრები გუნწრფელი და ღია იყო. ეს კარგია. გულისხმობ, რომ მათ შეეძლოთ გულწრფელები ყოფილიყვნენ. ისინი გულწრფელები და გახსნილები იყვნენ. ეს კარგია, რადგან მეგობრებში ვართ. პრეზიდენტი და მე ერთმანეთს მოგწონს. ჩვენ უკვე მრავალი წელია კარგი მეგობრები ვართ. და მე მერჩივნა, რომ ამ საკითხზე ღიად მესაუბრა, ვიდრე გვერდი ამეულო მისთვის. და მე აშკარად შევნიშნე მისი ღრმა იმედგაცრუება. როცა შევნიშნე, რომ ბევრი მოკავშირე მას პირდაპირ აღარ უჭერდა მხარს და მე ეს გუშინ აუხსენი, უთხარი ნახეთ ბატონო პრეზიდენტო, აშკარად ევროპელთა უმრავლესობამ ზუსტად ის გააკეთა, რასაც ევალდები სთხოვდნენ მათ და რაც ამ გარემოებებში უკვე შეთანხმებული იყო. დიახ, ზოგიერთ ამას ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ ნახეთ, ევროპაში ჩვენ გვაქვს კოალიციები, რადგან შიდა პოლიტიკამ ზოგიერთ შეიძლება რამდენიმე დღით დაგვაყოვნოს, მაგრამ შემდეგ მაინც ვერთიანდებით. და თითქმის მთელი ევროპა შეერთებულ შტატებთან ერთად გაერთიანდა. ეს დაეხმარა მსოფლიო არენაზე ძალაუფლების დემონსტრირებაში თავისი პარტნიორების მეშვეობით ევროპაში. და მეორე, ნატო იქაა, რა თქმა უნდა, რომ დაიცვას ევროკავშირი, მაგრამ ასევე დაიცვას შეერთებული შტატები. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას სტიორემ თქვა, სწორედ ასეა. რუსეთის უზარმაზარი ბირთვული ხალხოშა ნავები იქ არ არიან ნორვეგიის დასართმელად, არამედ შეერთებულ შტატებზე დასართმელად. ეს სწორედ ალიანსის დამსახურებაა, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ, ისინი ამისთვის არ გამლაგდნენ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება აშშ-ის კონტინენტური ტერიტორია და ევროპა უფრო ძლიერი და უსაფრთხო ალიანსის წყალობით. კარგი საუბარი იყო. ის ღია და გულწრფელი იყო. და მე აშკარად ვიგრძენი მისი იმედგაცრუება, რაც გარკვეულწილად ისევ მესმის. პრეზიდენტმა ნამდვილად მკაფიოდ დააფიქსირა თავისი იმედგაცრუება. მან კიდევ ერთხელ მოუტოდა ერეცაიტიუს განიხილონ ნატოდან გასვლა. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევა ნატოში აუცილებლობით ახალი რამ არ არის. ყოველთვის მახსენდება მისი ყველაზე ძველი წინამორბედი, ნატოს პირველი გენერალური მდივანი, რომელმაც თქვა, რომ ალიანსის გამოწვევა შეიძლება იყოს ის, რომ ნატოს მიზანია რუსები გარეთ და ამერიკელები შიგნით შეინარჩუნოს. რა არგუმენტი წარუდგინეთ პრეზიდენტს? ამერიკელების ჩართულობის შენარჩუნებაზე. რა არგუმენტს წარადგენდით ნატოს მნიშვნელობაზე? და რა არის მათთვის მთავარი სარგებელი? კარგი, ზოგჯერ არასწორ სარგებელზე საუბრით ვიწყებთ. არასწორი ხედვა, ჩემი პირადი აზრით, არის ის, რომ ნატო დაარსდა ძირითადად იმიტომ, რომ იუას სურდა თავიდან აეცილებინათ იზოლაციონიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ არ განმეორებულიყო ის, რაც გარკვეულწილად მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ჩერჩილის ცნობილ სიტყვაში დეკემბრის ბოლოს ზერუას კონგრესზე მან თქვა, კიდევ ერთხელ მეორედ მე-20 საუკუნეში ისტორიის გრძელი ხელი აღწევს ახალ სამყაროს, რათა დაიცვას ძველი და ჩვენ ამ შეცდომას აღარ გავიმეორებთ. იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყო და იუასად უსაფრთხოდ დარჩენოდა, საჭიროა უსაფრთხო ევროპა, მაგრამ ასევე უსაფრთხო არქტიკა და ატლანტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები და სხვები საფრთხედ იქცევიან. და ჩვენ უკვე ვიცით, ვიქნებით გულუფრთხილოები, რომ შეუძლებელია გავყოთ ის, რაც ხდება წყნარ ოკეანეში, იმიდან, რაც ატლანტიკაში ხდება. ესენი არიან ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და რუსები. ისინი ერთად მუშაობენ ირანთან, მაგალითად, როცა საქმე ეხება ომის ძალისხმევას, რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ერთად მუშაობენ. ეს გლობალურია და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მე არ ვამტკიცებ, რომ ნატო უნდა გაფართოვდეს ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ ასე მჭიდროდ თანამშრომლობთ იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, ამის ნათელი მტკიცებულებაა. ამიტომ ყველა ამ მიზეზის გამო, თუ მე, ჩემი ოჯახი ცხოვრობს შეერთებულ შტატებში და ისინი ნაწილობრივ ამერიკაში დაბადებულები არიან, ხოლო სხვები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოვიდნენ აქ, ისინი ღრმად გრძნობენ, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა დავჭეთ ერთიანები და გვჭირდება ეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობა.
ერთ-ერთი რამ, რასაც რეიგანის ინსტიტუტში ვაკეთებთ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება ამერიკელ ხალხში. ჩვენი მონაცემები რამდენიმე თვის წინ მიმდინარე მოვლენებამდე განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ამერიკელთა უმრავლესობას აქვს დადებითი დამოკიდებულება ნატოს მიმართ. 70% იყო ჩას ბოლო კვლევაში, რაც დაახლოებით 10 პუნქტით მეტია ვიდრე ჩვეულებრივი მაჩვენებელი წინა წლებში. უმრავლესობა ასევე ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ნატოდან გამოსვლას და ასე რომ ამ მესიჯებიდან ზოგი ვფიქრობ განმეორებულია. გადავიდეთ ირანზე და ვისაუბროთ იქ არსებულ სიტუაციაზე. თქვენ კომენტარი გააკეთეთ, რომ კარგია ირანის ბირთვული შესაძლებლობების შემცირდა და მათი ქაოსის ექსპორტის უნარიც დაქვეითდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკულია ნატოს მოკავშირეების მიმართ, განსაკუთრებით იმაზე, რომ ისინი საკმარისად არ უჭერენ მხარს ირანში მიმდინარე ძალისხმევას. ეხლა ჩვენ მეორე დღეს ვიმყოფებით, რაც როგორც მოსალოდნელია ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას ნიშნავს. ჰორმუზის სრუტე მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, აქტივობა კვლავ საკმაოდ შეზღუდულია. მაგრამ ეს ევროპული ქვეყნების კოალიცია, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის ხელმძღვანელობა იკისრა. გაგვიზიარეთ რამდენიმე კონკრეტული დეტალი, როგორც თქვენ გესმით. რომელი ქვეყნები გამოირჩევიან და რომლები ნაკლებად? რომელი ქვეყნები გამოირჩევიან? რა წლილს შეიტანენ ისინი ჰორმუზის სრუტეში? დიახ, და რა ხდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჯერ არ მონაწილეობენ? დიახ. მაშ ფიქრობ, ორი საკითხია, რომელზეც უნდა მიუთითო. რეაქცია ჩემი პასუხისთვის ერთი არის. ნატოს ყოველთვის ჰქონდა მტკიცე პოზიცია, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული შესაძლებლობა, მაგრამ ასევე არ უნდა ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობა. და ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ეს შესაძლებლობები სერიოზულად შემცირდა, კარგი ამბავია. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბავი ისრაელისთვის. სასიცოცხლო ამბავია ახლო აღმოსავლეთისთვის, მაგრამ ასევე ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის და ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვინც ითხოვენ გაგრძელებას. მაგრამ ნახეთ, ჩვენ ვიცით რა მოხდა ჩრდილოეთ კორეასთან. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა იმდენი მოლაპარაკება აწარმოერო, გამოიცანით რა, ჩრდილოეთ კორეა მოახერხა ბირთვული შესაძლებლობის მოპოვება. და მაშინ უკვე ძალიან გვიან იყო. ამიტომ ნატო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ცუდომა ამ შესაძლებლობებზე. ამიტომ, როდესაც ესეგმა კამპანია დაიწყო თებერვლის ბოლოს, იმ თებერვლის ბოლოს შაბათს უკვე არსებობდა ხანგრძლივი შეთანხმებები და შეთანხმებული გეგმები ევროპელ მოკავშირეებთან. რაც შეეხება გადაფრენებსა და ბაზების გამოყენებას, არსებობს მაგალითები ევროპული ქვეყნების, რომლებმაც კომერციული აეროპორტები დახურეს, რადგან მათ უნდა მიეღოთ საჰაერო ტანკერები. შეერთებული შტატებიდან ყველაფერი რიგზეა. მინდა ვთქვა, ეს არის წინასწარ დადებული შეთანხმებები, ზუსტად ის, რაც გვჭირდება. ეს არის ასევე შეერთებული შტატების მიერ ევროპის გამოყენება, როგორც უკვე ვთქვი, ძალაუფლების პროექციის პლატფორმად და ეს შეთანხმების ნაწილია. არ ყველა ევროპული ქვეყანა, მაგრამ უმეტესობა მიხვა, ზოგჯერ დაგვიანებით მიზეზის ნაწილი იყო ის, რომ პრეზიდენტს სურდა სიურპრიზის ელემენტი შეენარჩუნებინა, რაც მესმის, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა. ამიტომ მათ სწრაფად მოუწიათ გაეგოთ რა ხდებოდა და სწრაფად ემოქმედათ. მაგრამ როცა საქმე ეხება ამ რამუსის საკითხს, სწორედ კეივ სტარმერმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, აიღო ლიდერის როლი აქ და მან თქვა: ჩვენ უნდა შევკრიბოთ ქვეყნების კოალიცია, რომელიც კოლექტიურად შეძლებს უზრუნველყოს, რომ თავისუფალი ნავიგაციის პრინციპი, ჩვენი ზღვების თავისუფალი გადაადგილება, UNCLOS-ი იყოს დაცული. და ცხადია, ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად უნდა განვიხილოთ მისიის რა, სად და როდის. მაგრამ ეს ეხება პრაქტიკულ მხარდაჭერას. ეს ეხება იმას, რომ როცა ჩემმა ქვეყანამ ნიდერლანდებმა გუშინ გამოაცხადა, რომ ეს სავარაუდოდ შეეხება ნავსაწინააღმდეგო გემებს, ფრეგატებს და ასევე რადარის ტექნოლოგიას, ამგვარად ეხლა თითოეული ქვეყანა ეძებს, რა შეუძლია გააკეთოს, რომ შეიტანოს წვლილი და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის გახსნილობა. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. როგორც თქვენ თქვით, მხოლოდ 2 დღეა გასული ცეცხლის შეწყვეტიდან. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ, რა მოხდება სანავიგაციო მარშრუტებთან ყოველდღიურად. პრეზიდენტი ძალიანაა მოწადინებული, რომ საზღვაო მარშრუტები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. ეს არის პრაქტიკული მხარდაჭერა, ჯერ კამპანიით და ახლა ამ ეტაპზე, რათა უზრუნველყოთ თავისუფალი ნავიგაციის პრინციპის დაცვა. და სწორედ ამიტომ გვყავს მოკავშირეები, კოალიციები და ეს მხოლოდ ნატოს ქვეყნებს არ ეხება, არამედ მოიცავს იაპონიას, კორეას და ავსტრალიასაც. ასეთი ქვეყნები, როგორიცაა ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სპარსეთის ყურის რეგიონში, ამაში მონაწილეობენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ქვეყნების უმრავლესობა ნატოს წევრია.
არსებობს ცნობები, რომ პრეზიდენტი განიხილავს ამერიკული ჯარების გაყვანას ნატოს კონკრეტული ქვეყნებიდან, როგორც სასჯელს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც არ გააძლიერეს მხარდაჭერა ირანში ჟურნალისტების ძალისხმევის მიმართ. ისტორიულად ამერიკული სამხედრო ყოფნა ევროპაში წარმოადგენს შეკავების საშუალებას. როგორ შეაფასებდით გავლენას თუ ამერიკულ ჯარებს გაიხვანდნენ? კარგი, როგორც თქვი, ის გუშინ იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მეგობრებს შორის ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი შედგა. ზოგადად, მე მესმის, რომ აშშ-ს სურთ სულ უფრო მეტად ინდოწყნარი ოკეანის რეგიონზე გაამახვილონ ყურადღება. ამიტომ ევროპაში ჩვენ უნდა მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ, უნდა დავასრულოთ ეს თანადამოკიდებულების პერიოდი, რათა უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებულები გავხდეთ შეერთებულ შტატებთან, უფრო ძლიერი ევროპით და ნატოთი. რაც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში. როდესაც ამ ეტაპს მივახცევთ, მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ, რომ მაშინ როცა ევროპელები მეტ პასუხისგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, ესა დაეივა დარწმუნდნენ, რომ მათაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ საფრთხეებს შიდა წყნარ ოკეანეში. და რა თქმა უნდა, აქვე ჩვენსავე ნახევარსფეროში. ისე რომ აუცილებელი შესაძლებლობებისა და მხარდაჭერის მხრივ ყოველთვის ძლიერები დავჭეთ როგორც ალიანსი, მაგრამ ამაზე ყოველდღე თანხმდება. ამაზე არანაირი კამათი არ არის. თქვენ ახლახან გამოაქვეყნეთ თქვენი ახალი წლიური ანგარიში. და განსხვავებით ბევრი წლიური ანგარიშისა, ეს შეიცავს მართლაც ისტორიულ სიახლეებს, რაც ახლა ყველა წლიური ანგარიშისთვის, ნატოსა და ზოგადად ყველა ორგანიზაციისთვის, როგორც წესი, ძალიან საინტერესო არ არის, მაგრამ ეს არის. ზუსტად ასეა. მოკავშირეები უკვე ასრულებენ თავდაცვის ხარჯების 2%-იან მიზანს. დიახ, ევროპულმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ხარჯები ერთ წელიწადში 20%-ით გაზარდეს. მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, მთავარი ისაა, რომ ეს კაპიტალი შესაძლებლობად ვაქციოთ. რა გზაა გასავლელი? რას აკვირდებით, რომ გაიდოთ ეს ხარჯების ზრდა იმ ძლიერ ალიანსს შექმნის, რაც გჭირდება? დიახ, ეს ციფრები შთამბეჭდავია. წარმოიდგინეთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, ესპანეთი, იტალია და კანადა, დიდი ეკონომიკები 2%-საც კი ვერ აღწევდნენ. ყველამ ერთდროულად მიაღწია 2%-ს. ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ ტრამპის გარეშე მე ეჯვება ეს 9 ან 12 თვეში გაეკეთებინათ, ეს მილიარდობით და მილიარდობით მეტია. იტალიისთვის ეს არის 10 მილიარდით ზრდა თავდაცვაში ერთ წელიწადში. ალიანსმა აიღო ვალდებულება 5%-ზე ჰააგის სამიძე და გვჭირდება სარწმუნო გზა. ეს არ არის მხოლოდ 2%-თან ახლოს ყოფნა და 2024 წელს 2 და 5%-მდე გადახტომა. არა, ეს უნდა იყოს სარწმუნო გზა. ამას ვეძებთ ანკარაში. ანკარა ყურადღებას გაამახვილებს სამრეწველო წარმოებაზე და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებსაც ვიზეიმებთ. ციფრები, მაგრამ ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ როგორც ალიანსმა ერთად შევძლოთ ამ სარწმუნო გზის მიღწევა. კარგია, რომ ჩემს წინამორბედ იენ სტოლტენბერგის დროს, როცა უელსის 2%-იანი ვალდებულება გაჩნდა, ეს რიცხვი თითქოს არსაიდან გაჩნდა. ეს 5%, მათ შორის 3-5% ცენტრალური ხარჯები და 1-5% თავდაცვასთან დაკავშირებული დაფუძნებულია იმ გეგმებზე, როცა მეხუთე მუხლი ამოქმედდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ თუ ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, განსაზღვრულია, ვინ რას აკეთებს, სად და რა არის საჭირო. ამიტომ ყველა ქვეყანა, როგორიცაა ნიდერლანდები და გერმანია, იცის, რომ ეს ნატოს მოთხოვნების სიაა. როცა ყველაფერს ცენტრალურ თავდაცვის ხარჯებში აჯამებ, ეს 3.5%. ეს ჩვეულებრივ მერყეობს დაახლოებით 3.5%-ს თავდაცვის ბირთვში. საერთო ჯამში თითოეულ ქვეყანას კარგად ესმის რა უნდა გააკეთოს და საქმე მხოლოდ მეტი ხარჯვის საკითხი არ არის. პრობლემა არის თავდაცვის ინდუსტრიული წარმოება, მათ შორის აქ, შეერთებულ შტატებში. ეს ევროპაშიც პრობლემაა. ნახეთ, გენშენებლობა შეერთებულ შტატებში, მაგრამ ასევე ევროპაშიც პრობლემას წარმოადგენს. ჩინელებს ახლა უფრო მეტი გემი ხავს ზღვაში, ვიდრე შეერთებულ შტატებს და ვიცით, რომ ჩინეთი ძლიერად აბანდებს თავის თავდაცვაში. ჩვენ რუსეთს მოწინააღმდეგეთ თვლით, მაგრამ ასევე უნდა ვაკვირდეთ ჩინეთის ქმედებებსაც. ამიტომ თავდაცვის ინდუსტრიული წარმოება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ვარაუდობ, რომ დროთა განმავლობაში ნახავ ჩვენი ინდუსტრიის ნაწილებს, შესაძლოა შეერთებულ შტატებში, მაგრამ შეიძლება უფრო ადრე, ევროპაშიც კი, რომლებიც უფრო ომის დროის მენტალიტეტს მიიღებენ. არა ომისთვის მოსამზადებლად, არამედ იმისთვის, რომ შეძლოთ მარაგების შევსება, ასევე გამოიხენოთ ტრადიციული ინდუსტრიული ბაზა, არა მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რადგან ჩვენ აქ ნამდვილად რთულ შეჯიბრში ვართ და ეს ძალიან მალე უნდა მოვაგვაროთ.
როდესაც საქმე ეხება ამ ინდუსტრიულ თანამშრომლობას ტრანსატლანტიკური ალიანსის ფარგლებში, როგორც თქვენ თქვით თქვენს კომენტარებში, მავნე ურთიერთდამოკიდებულებიდან პარტნიორობაზე გადასვლას, ეს როგორ გამოიყურება? რას განსაკუთრებით ამერიკელ აუდიტორიას ვესაუბრები? აქვე ბევრი თავდაცვის ინდუსტრიის აღმასრულებელი დირექტორი და მენეჯერი იმყოფება. რასელით ამერიკული ინდუსტრიული ბაზისგან რომ შექმნათ ის ჯანსაღი პარტნიორობა, რომელსაც ეძებთ, იქნება ეს ინდუსტრიის პარტნიორებისგან, თავრობის მხრიდან თუ ბიზნესმენებისგან? პირველ რიგში აწარმოეთ მეტი, დაამატეთ დამატებითი ცვლები, დააყენეთ ახალი ხაზები და საჭიროების შემთხვევაში ააშენეთ ქარხნები. არ ილაპარაკოთ 10 წლიან კონტრაქტებზე, რადგან ზოას სისტემაში ციკლი 1 წელია. ევროპულ სისტემაში, სოფულ სისტემაში საარჩევნო ციკლი 3 ან 4 წელია, მაგრამ ფული არსებობს. თქვენ ახსენეთ 20%-იანი ზრდა. ნახეთ, რამდენს ხარჯავენ ევროპელები ზიგზაგში. 2020 წელს ეს იყო 10 მილიარდი. უკვე 43 მილიარდი იყო 2024 წელს, როცა ევროპიდან კიდულობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ინდუსტრიული ბაზისთვის და ეს მნიშვნელოვნად გაიზრდება არ ჩავთვლით იმას, რაც თავად შეერთებულ შტატებმა მოუწევთ ხედვა. თუ გავითვალისწინებთ თავდაცვის ბიუჯეტის უზარმაზარ ზრდას აქ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. მაშ გააკეთეთ ეს და მეორე მხრივ იმუშავეთ ერთად. ვიცი რომ ბევრი მაგალითია ამერიკული კომპანიების, რომლებიც ევროპაში ინვესტირებენ, აშენებენ ქარხნებს მაგალითად, ქარხნებს ბავარიის სამხრეთში, რათა აწარმოონ ჩამჭერე ბიჭერები. ესეთი ბევრი მაგალითია, მაგრამ ასევე არიან ევროპული კომპანიების, მაგალითად, თალესი და ლეონარდო. ანუ ბევრი შემთხვევა მინდა ვთქვა, ბევრი თურქული კომპანია მაგალითად ინვესტირებს შეერთებულ შტატებში და ერთად მუშაობს. არსებობს ეს ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და ისინი განუყოფელია. სხვა გზა არ არსებობს, რადგან ეს მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს, ხოლო გრძელვადიანში ჩინეთს მოუთან სარგებელს და ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ. ეხლა გადავდივარ ჩვენი აუდიტორიის კითხვებზე დასასრულს ჩემი სათქესი კითხვებიდან. მოდით ვისაუბროთ უკრაინაზე. გენერალმა დევიდ პეტრაუსმა, ამერიკის შეერთებული შტატების პენსიონერმა გენერალმა ამ კვირის დასაწყისში ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით რუსეთს აღარ აქვს სტრატეგიული უპირატესობა. და რომ ბოლო თვეებში უკრაინელებმა უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენეს ვიდრე რუსებმა. ეთანხმებით ამ შეფასებას, უკრაინა იმარჯვებს ომში. და მეორე მხრივ, თქვენი ყავით ჩართული პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ ტრამპთან, სამშვიდობო პროცესში. უკრაინა კვლავ კონფიდენციალურობის დარღვევის გარეშე რა გაძლევთ იმედს და რაზე ღელავთ უკრაინის ომის მომავალთან დაკავშირებით? პირველ კითხვასთან დაკავშირებით, ჩემი ხედვა ცოტა უფრო ნიუანსურია. მართალია რომ რუსეთი ყოველ თვე ბევრ ადამიანს კარგავს, დაახლოებით 30-35,000 მოკლული ან ძიმედ დაჭრილია ყოველთვიურად. შეგიძლია წარმოიდგინო. საბჭოთა კავშირმა 80-იან წლებში ავღანეთში 10 წელიწადში ნაკლები ვიდრე 20,000 დაკარგა, ხოლო ახლა ისინი ამას 3 კვირაში კარგავენ. ეს უზარმაზარია, ეს არ შეიძლება მოხდეს და ეს როგორმე უნდა მივიდეს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. თქვენ ვერ შეძლებთ ამის დამალვას რუსეთის იმ ნაწილებისთვის, რომლებსაც ზოგადი მედია ვერ მიაღწევს. ამას უდავოდ ექნება გავლენა რუსეთზე. მაგრამ მეორე მხრივ ზოგადად ფრონტის ხაზი ნელა და უკიდურეს ფასად არასორი მიმართულებით მოძრაობს. უკრაინელები მტკიცედ იცავენ თავს და იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიას. ჩემ შესავალში ეს უკვე ვახსენე. არსებობს დრონების ტექნოლოგია და ეს რა თქმა უნდა უზარმაზარ ძალას აძლევს მათ. ასევე, როდესაც საქმე დრონებსა და ანტიდრონებს ეხება, მათ ნამდვილად სჭირდებათ ამ მიმართულებით წინსვლა. მაგრამ ზოგადად ჯერ კიდევ ძალიან ნელა ჩანს, რომ მოძრაობა არასორი მიმართულებით მიდის, თუ თქვენ უკრაინის მხარდამჭერი ხართ, როგორც მე და რუსეთის წინააღმდეგი. რაც შეეხება მეორე კითხვას, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამისთვის შეთანხმებაა საჭირო სამშვიდობო ხელშეკრულება. სწორედ ამას ეძებს პრეზიდენტი ტრამპი. მან გასულ წელს პუტინთან ჩიხი გაარღვია. ის სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი მუშაობენ დღე და ღამე მარკო რუბიოსთან ერთად, რომ ეს მოახერხონ. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის გასაღები ისაა, რომ უკრაინა მისოდეს სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. ჯერჯერობით უსაფრთხოების ისეთი ძლიერი გარანტიები იქნება, რომ ისინი დარწმუნებულები იქნებიან, რუსები აღარ შეეჩდებიან ხელახლა თავდასხმას. და იანვრის დასაწყისში პარიზში ხელმძღვანელობის ქვეშ გაიმართა შეხვედრა ყველა იმ ქვეყნის მონაწილეობით, რომლებიც მსურველთა კოალიციაში შედიან, მათ შორის მთავარი მოლაპარაკე შეერთებულ შტატებთან. ჩვენ სამფენოვან მიდგომაზე შევთანხმდით. პირველი ფენა არის უკრაინის შეიარაღებული ძალები,
ისინი უნდა იყვნენ, რაც შეიძლება ძლიერები ევროპისა და ებერსისა და ინდაიატის მხრიდან უზარმაზარი ინვესტიციებით მათი თავდაცვისთვის. სურვოთა კოალიცია, რომელიც ძირითადად შედგება ევროპის და არაევროპული ქვეყნებისგან, მხარდაჭერილია შეერთებული შტატების მიერ. ეს არის ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი. ეს მნიშვნელოვანია მშვიდობის საბოლოო მიზნის შესახებ დისკუსიის გასახსნელად. მაგრამ ცხადია, ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება, არა? გარდა ამისა, პუტინმა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და რა თქმა უნდა, ეს ასევე ამოწმებს, რამდენად სერიოზულად უდგება ის ამ საკითხს. ზოგი ამტკიცებს, რომ სიმაელების სამხედრო ყოფნა ევროპაში არ შეესაბამება ამჟამინდელ საფრთხეების აღქმას, მათ შორის იმ ასპექტებსაც, რომლებიც უკრაინას ცდება. დღეს სტუბრად არის Washington Post-ის კოლუმნისტი მარკ ტაისენი, რომელიც თვლის, რომ რუსული საფრთხე აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება და მიიჩნევს, რომ უშუაის მოქალაქეებმა ეს ცვლილება უნდა გაითვალისწინონ. როგორია თქვენი ხედვა? ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი მოწყვლადია და იქ ისეთ ადგილებში, როგორიცაა რუმინეთი, მეტი მოკავშირე ძალა უნდა გვხვდეს განლაგებული. არა, რა თქმა უნდა, როგორც წინა სესიაზე სტოლტენბერგთან ერთად ვნახე, აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ახლა გვაქვს ის, რასაც ნატოს პარლამენტში წინსასული სახმელეთო ძალებს უწოდებთ. და ეს არის მრავალეროვნული ძალები, რომლებიც დახმარებას უწევენ დასვაში. მაგალითად, ლატვია, სადაც კანადა ლიდერობს, ესტონეთი, სადაც გაერთიანებული სამეფო ლიდერობს, პოლონეთი, სადაც შეერთებული შტატები ლიდერობს და ლიტვა, სადაც ჩემი ქვეყანა, ნიდერლანდები მოქმედებს გერმანიის ხელმძღვანელობით, ასე რომ ეს არის ერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ამ ქვეყანას აღმოსავლეთ ფლანგზე საკუთარი ეროვნული შეიარაღებული ძალების და რა თქმა უნდა, ნატოს მეხუთე მუხლის საერთო დასვის გარდა კონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა თავის დასაცავად. და რა თქმა უნდა, საჭიროა თქვენი შეზღუდული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ეს ყოველთვის აქტუალური დებატია. სად უნდა განათავსოთ ჯარები? ბოლოს და ბოლოს რა არის ამის გაკეთების საუკეთესო გზა? მე ამას ძირითადად სამხედროებს ვუთოვებ. სხვათა შორის ჩვენ აქ ვართ ალექსის გრინკოვიჩთან, კოდური სახელით გრინჩი, რომელიც არის ევროპის ახალი უმაღლესი მოკავშირე სარდალი და ასევე ეცრაეუს ძალების სარდალი ევროპაში. ჩვენ გვყავს შესანიშნავი უფროსი სარდალი, 4 ხვალსკვლავიანი გენერალი, რომელიც მუდმივად თავის გუნდთან ერთად აფასებს, როგორ გამოიყენოს ყველაზე ეფექტურად ყველა რესურსი აშერჩოშისა და ევროპის კონტინენტის დასაცავად. ბოლო კითხვა სანამ აუდიტორიას მივცემთ სიტყვას, მოდით დავასრულოთ ჩვენი სახელიანი ადამიანის შესახებ საუბარი. თქვენ ახსენეთ პრეზიდენტი რეიგანი თქვენს კომენტარებში ევროპაში. თქვენ ეს უკვე გააკეთეთ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრების დროსაც. თქვენ თქვით, რომ გარკვეულწილად რონალდ რეიგანის გავლენით გაიზარდეთ. რას ნიშნავს თქვენთვის პრეზიდენტ რეიგანის მემკვიდრეობა? და განსაკუთრებით ნატოს გამოწვევების ფონზე პრეზიდენტ რეიგანის რომელი პრინციპი ან იდეა უნდა გვახსოვდეს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? აბსოლუტური და სრული ფოკუსის სისხლდე იმ დღიდან, როცა მან თანამდებობა დაიკავა, ვიდრე 1988 წელს პრეზიდენტობა დატოვა და ჰერბერტ უოლკერ ბუშს გადააბარა, რომელმაც შემდეგ ეს მემკვიდრეობა გააგრძელა. და ბოლოს ბერლინის კედლის დაცემა იხილა. ეს ლიდერობა უპირველეს ყოვლისა სრული ფოკუსის სიცხადეა, რაც ნიშნავს, უნდა მოვიგოთ ცივი ომი, უნდა დავასრულოთ იგი გამარჯვებით. სხვა გზა არ არსებობს. და მან იცოდა, რომ მეგი თეჩეს ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო მოკავშირე ყავდა. ეს განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ალიანსისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის ტრანსატლანტიკური საზოგადოებისათვის, და სწორედ მეგი თეჩერი იყო იმ დროს, ვინც თავის ქვეყანას აღადგენდა. არ დაგავიწყდეთ, რომ 1970-იან წლებში გაერთიანებულ სამეფოს მეტნაკლებად პროფკავშირები მართავდნენ. და მან შეძლო, რომ ქვანახშირის მაღაროელთა პროფკავშირთან ბრძოლით მალვინის კუნძულები არგენტინის ხუნტისგან დაებრუნებინა 1982 წელს. ის იყო მტკიცე ლიდერი და ეს ურთიერთობა ამ ორ ძლიერ ლიდერს შორის დემოკრატიის, თავისუფლების და ამ ძალის ფასდაუდებელი მნიშვნელობის გააზრება ვფიქრობ, სწორედ ეს მოგვიყვანა აქამდე. მაგრამ ასევე არსებობს დიპლომატიის მემკვიდრეობაც. როცა ბერლინის კედელი დაინგრა, სწორედ ბუშმა გაიგო, რომ ამის აღნიშვნა არ შეიძლებოდა და ამის გამო მას აქ შეერთებულ შტატებში აკრიტიკებდნენ. რატომ არ აღნიშნავ იმას, რომ შენი ლიდერობისა და წინა პრეზიდენტის, პრეზიდენტ რეიგანის ლიდერობის სხალობით თქვენ დაანგრიეთ ბერლინის კედელი. მან გაიგო, რომ გორბაჩოვს იმ უმნიშვნელოვანეს მომენტში გადარჩენისთვის ეს ასე ღიად არ უნდა ეზეიმათ. ესეც ლიდერობის ერთ-ერთი სახეობაა და მე ნამდვილად ვაფასებ ბუშსაც.
მაგრამ ყველაფერზე წინ რეიგანის როლია. და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობაზე ბევრი სახალისო ისტორია არსებობს, მაგრამ ამაზე სადულზე ვილაპარაკებ. მაგრამ როგორც მეგი ამბობდა, რომ თავად თავს დააწესებდა თეთრ სახლში და მთელ ამერიკულ ადმინისტრაციაში, უთხარით პრეზიდენტს, რომ ფიქრობთ უნდა უთხრათ პრეზიდენტს არა, პრემიერ-მინისტრო. დიახ, ვეთქვი, უნდა უთხრა არა. გამარჯობა რონი. პირველად პირისპირ შეხვედრა. ის შევიდა ოვალურ ოფისში 1 საათით. გამოვიდნენ და მან დათმო ყველაფერი, რაც პრემიერ-მინისტრს სურდა. გუნდმა თქვა, შენ აპირებდი მისთვის უარის თქმას. მეგის უარს ვერ ეთქვი. და ესეც ამ ურთიერთობის ტკბილი ნაწილია. ჩვენ ყველანი ვსარგებლობდით იმით, რომ ეს ორი გამორჩეული ლიდერი მართავდა მსოფლიოს 1980-იან წლებში. დიახ. მოდით ვესაუბროთ აუდიტორიას. აქ გვაქვს მიკროფონები კითხვებისთვის. დავიწყოთ უქნიდან და შემდეგ წინ გადმოვიდეთ. დიდი მადლობა. მაქვს კითხვა. ალინა შირაზი Daily Mail-დან. ვაჟ, თქვენი გუშინდელი საუბრის საფუძველზე პრეზიდენტთან ფიქრობ, რომ ის კვლავ დარჩება ნატოში, რადგან ასე კარგად იცნობთ მას. და მეორე მხრივ, თქვენ ისევ მიიჩნევთ მას თქვენს მამად იმის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა. ეს პაპაის ამბავი ენის შეცდომაა. ასე მოხდა. უნდა აგიხსნა. რადგან ეს სინამდვილეში ცოტა მაწუხებს. შემიძლია დაგაძღვნო. სინამდვილეში პრეზიდენტთან ერთად ჰააგაში წინა სამიტოს შეხვედრა ჰქონდა გასული წლის ივნისში. იმ კონკრეტულ დღეს ის საკმაოდ გაღიზიანებული იყო ირანისა და ისრაელის საკითხებით და მე და ჰოლანდიურად ითხოვდით: "ჰეი, შენი მამის თარგმანი არის პაპაი." და მე ვითხოვდი, მე უთხარი: "ჰეი, დიახ." ზოგჯერ პაპაის უნდა გაბრაზება. ასე რომ მე მას ჩემს პაპაი არ ვეძახდი, უბრალოდ ვამბობდი. მაგრამ პაპაის ასევე აქვს განსაკუთრებული კონოტაცია და ეხლა მთელი დარჩენილი ცხოვრება ამისთანა უნდა ვისხოვრო. და მე ამას ვიღებ და პრეზიდენტიც ასევე, რადგან მან მაისურები გამოუშვა. მან გადაიღო ფილმი Daddy's Home, როცა შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ეს ძალიან სასაცილო იყო და ამიტომაც ასე ძალიან მომწონს ის. მაგრამ ხო, შეცდომებს უშვებ და ეს ხდება, როცა ამენის მშობლიური მოლაპარაკე არ ხარ. ბოდიში ამისთვის, მართლა ბოდიში, არა. მე კიდევ ერთხელ როგორც თქვი, საუბარი ნამდვილად ღია იყო. ეს ნამდვილად მეგობრებს შორის იყო, მაგრამ ასევე ძალიან ნათელი გახდა. ახ, მისი იმედგაცრუება. აქ წინ. დიახ. დილამშვიდობისა. იტალიის ყოფილი ელჩი მოკავშირეებთან. საღამომშვიდობისა. გმადლობ თქვენს კომენტარებზე და თქვენ ახსენეთ გაერთიანებული სამეფოს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული და სხვა ძალების გაერთიანებას სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. და როგორც ნატოს გენერალური მდივანი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ალიანსს მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა აქვს ახლო აღმოსავლეთში, იორდანიიდან ქუვეითამდე. და თვით ერახშიც კი. ხედავთ თუ არა როლს, რომელიც ნატომ შეიძლება შეასრულოს, როგორც კოორდინაციის ძალამ, ასევე იმის საჩვენებლად თუ რა ღირებულება აქვს ამას პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელიც ამას ითხოვს. და იმის გათვალისწინებით, რომ ანკარაში მომდევნო სამიტი რეგიონში სტრატეგიული სვაა. როგორ ხედავთ, როგორ განვითარდება ეს? მადლობა. ვითხოვდი, რომ ეს ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სწრაფად. და ეხლა გადადგმული ნაბიჯი ეხება ამ ალიანსს. ეხლა უკვე 24 ქვეყანა შეიკრიბა სამხედრო დონეზე გასულ სამშაბათს, რათა დაიწყონ დეტალური დაგეგმვა იმისა, თუ რა შეიძლება იყოს ეს უზარმაზარი მისია. ეს არის პირველი ნაბიჯი. თუ ნატო შეძლებს დახმარებას, ცხადია ნატო იქ იქნება. არ არსებობს მიზეზი, რომ არ იყოს სასარგებლო. ცხადია ამას გავაკეთებ, თუ ეს სასარგებლო იქნება. მაგრამ ნატო ვფიქრობ ეს ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რადგან ნატოშიც ეს ყველა მოკავშირის შეთანხმებას მოითხოვს. და ვფიქრობ აქ ზუსტი სტრუქტურა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სისწრაფე. აქ ვითხოვდი, რომ სისწრაფე სჯობნის სრულყოფილებას. მაგრამ კიდევ ერთხელ, თუ ნატო შეძლებს როლის შესრულებას, ეს შესანიშნავი იქნებოდა. გენერალურ მდივანო, მადლობა თქვენი ლიდერული სიტყვებისთვის, ძალიან ვაფასებ. ჩვენ დემოკრატიების დაცვის ფონდში ვიკვლევთ, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. რაც შორსაა ირანიდან. ასე რომ არსებობს გარკვეული დისტანცია, რაც აჩვენებს, რომ ირანი ახლოსაა იმასთან, რომ რეალურად ამ ტექნოლოგიის ოპერაციულ დონეზე მოყვანა შეძლოს. და სწორედ ამიტომ იმაჩნია აუცილებლად, რომ ელეოამ შეასუსტა ეს შესაძლებლობები, როგორც ბირთვული, ასევე ბალისტიკური რაკეტების. მაგრამ ტექნოლოგია მიდის რუსეთში, ფული კი რუსეთიდან ირანში მოდის. ელჩი მარკაროვა. გმადლობთ უკრაინის ყოფილი ელჩი, გმადლობთ მარკ თქვენი შესანიშნავი ლიდერობისთვის ნატოში და მანამდეც. მაგრამ გმადლობთ ბრედ შესანიშნავი კითხვისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მტრები მართლაც თანამშრომლობენ და ერთად მუშაობენ, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ადგილებშიც. თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის და სხვა ქვეყნების დრონების შესაძლებლობები პასუხია ამდენ პრობლემაზე, არა მხოლოდ იქ. ტრანსატლანტიკური ხიდი უკრაინას, ევროპასა და ელეოას შორის მოითხოვს განახლებულ დიპლომატიას. დისკუსიები უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. ვიცი, რომ ეს ახლა განხილვის თემა არ არის, მაგრამ მომზადება და ყველაფერი დანარჩენი შეიძლება გაგვაძლიეროს და უკრაინამ ნატოს საუკეთესო ფორმით შეიძლება შეუწყოს ხელი. დიახ. კარგი. ასე რომ ვაშინგტონში ნატოს სამიზე, როცა ნატო თავის 65 წლის იუბილეს აღნიშნავდა, მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეუქცევადი გზის შესახებ. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ზოგიერთი ქვეყანა აჭიანურებს, მათ შორის გერმანია, სლოვაკეთი, უნგრეთი და შეერთებული შტატები. ამიტომ არ ფიქრობ, რომ ეს ახლა განხილვის საგანია და ამას ვამბობ როგორც პრაქტიკული ადამიანი, მაგრამ ასევე პრეზიდენტმა ზელენსკიმ როგორც პრაქტიკულმა ადამიანმა მოუწია ნატოზე ყურადღების გადატანა, რათა უზრუნოხოს, რომ რუსები არ დაესხან თავს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ან კიდევ უკეთესი, მშვიდობის შეთანხმების შემდეგ. ეს არის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფცია, რომელიც ახლა განიხილება. არ ფიქრობ, რომ ჩვენ კოლექტიურად შევძლებთ ნატოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტას. მოკლევადიან პერსპექტივაში არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკურად მოხდება და ეს არის სამართლიანი შეფასება. რაც შეეხება უკრაინის შესაძლებლობებს, ჩვენ ძალიან შთაბეჭდილებულები ვართ, ვსაუბრობთ ყველა ამ გაკვეთილს. რომ ჩავრთოთ ისინი ნატოს თავდაცვის გეგმებში, განსაკუთრებით რაც შეეხება დრონებს და ანტიდრონულ ტექნოლოგიებს, სადაც თქვენ ოსტატები ხართ. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა ნამდვილად გამოირჩევა და ასევე იხენებს თავის შესაძლებლობებსა და უნარებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დაუბრუნდეთ დარბაზის გვერდით ბოლო რიგში, შემდეგ კი შუაში. მე ვარ პოლ მაკლერი პოლიტიკოდან. მადლობა მოსვლისთვის. გამარჯობა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ტრამპის ადმინისტრაციამ გასული წელი გაატარა ნატოსთვის იმის თქმაში, რომ თავი შეეკავებინა ახლო აღმოსავლეთსა და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში ჩარევისგან და ყურადღება ევროპასა და რუსეთზე გაემახვილებინა. ახლა კი ითხოვს, რომ ნატომ ახლო აღმოსავლეთში მოქმედებებში დახმარება გაუწიოს. ეს იწვევს დაბნეულობას მოკავშირეებს შორის იმის თაობაზე, რას ითხოვს ზუსტად ადმინისტრაცია და როგორ იმოქმედონ სწრაფად, რათა დააკმაყოფილონ მათი საჭიროებები. კარგი, ვფიქრობ, ზეცოლას მხარესაც აზროვნება მუდმივად ვითარდება, როდესაც საქმე მაგალითად ინდოწყნარი ოკეანის რეგიონს ეხება. მართალია გარკვეული დროის განმავლობაში არსებობდა აზრი, რომ უფრო მეტად საკუთარ რეგიონზე უნდა კონცენტრირებულიყავი და რა თქმა უნდა, ყოველთვის საუბრობენ ფოკუსზე სინერგიაზე მაღლა. ჯერ საკუთარი პრობლემები უნდა მოაგვარო. ნატო 2%-ზე არის ხო და ეხლა 5%-ამდე უნდა მიაღწიოს. ამ გადაწყვეტილებებამდე მე სულად ვეთანხმებოდი ზელასკევას შეხედულებას, რომ ფოკუსი სინერგიაზე წინ დგას. მაგრამ ეხლა როცა ნატოს სამიძე ამ საკითხების ნაწილი გადავწყვიტეთ და ეხლა როცა მთელი ალიანსი 2%-იან ნიშნულს მიაღწია, საფუძველი უკვე ჩახრილია. რაც ასევე მესმის აშშ-ისა და ევროპულ წრეებში არის ის, რომ ძალიან დიდი ალბათობით თუ ჩინეთი გადაწყვეტს ტაივანის წინააღმდეგ მოქმედებას, რატომაც არა, ჯერ დაუკავშირდეს თავის უმცროს პარტნიორს ამ ყველაფერში, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და სთხოვოს, რომ აქ დავტვირთოს. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდოწყნარი ოკეანის რეგიონით. ეს იქნება მრავალ თეატრზე გადანაწილებული საკითხი და ეს ნიშნავს, რომ ჩემი კაბინეტის უფროსი გასულ კვირას იაპონიაში იყო, გზავნილებს აწვდიდა და მე მუდმივად ვეკონტაქტები 4 პარტნიორს წყნარ ოკეანეში. სხვათა შორის იაპონიასა და ავსტრალიას შორის მანძილი უფრო დიდია, ვიდრე იაპონიასა და ბრიუსელს შორის, მაგრამ მაინც ამას ერთიან თეატრად თვლით წყნარ ოკეანეში, რაც რაღაცას ამბობს ჩვენი პლანეტის ზომაზე. მაგრამ ნახეთ, ეს მნიშვნელოვანია. რადგან ამ თეატრებს ცალ-ცალკე ვერ განვიხილავთ, იხილავთ ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. დრო გვაქვს კიდევ რამდენიმე კითხვისთვის, მოდი გადავიდეთ შუაში, იქ უკან. თქვენ მორგან ფილიპსი აქსიოსიდან. გამარჯობა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული უთანხმოებები აშშ-სა და ევროპას შორის იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები აქვს ნატოს ირანთან კონფლიქტთან დაკავშირებით. ბატონ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ფიქრობთ, რომ აშშ და ევროპა შეთანხმებულნი არიან იმაზე, თუ რა ვალდებულებები აქვს ნატოს? დიახ, და ეს იმდენად ნატოს არ ეხება, სინამდვილეში საქმე ეხება მოკავშირეებს. ნატოს შეიძლება კონდეს გარკვეული როლი, როგორც იტალიელმა ელჩმა აღნიშნა, მაგრამ ეს ეხება იმას, რას ელიან მოკავშირეები ერთმანეთისგან. აშშ ველოდება, რომ როდესაც ისინი იხენებენ ბაზებსა და ინფრასტრუქტურას ევროპულ ქვეყნებში, ეს ქვეყნები შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს
და კარგი ამბავი ისაა, თუ გამოიცნობთ, მათი უმეტესობა ასრულებს ვალდებულებებს, არა ყველა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა. ნატოს ქვეყნები არტიკაში და სხვა მოკავშირეები უზრუნველყოფენ რეგიონის უსაფრთხოებას. თანამშრომლობენ კანადასთან და ჯეფერსონ ექსონთან, ნორადისა და ნორსკომის მეშვეობით. ეს ძალისხმევა, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო, დაეხმარება არქტიკის, მათ შორის გრენლანდიის დაცვას რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან. ასე რომ ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი ისაა, რომ დანია, გრენლანდია და აშშ მართავენ ორმხრივ და სამხრივ დიალოგებს, რომლებიც ფოკუსირებულია იმაზე, რა მოხდება თუ მომავალში გრენლანდია შეცვლის თავის კონსტიტუციურ სტატუსს დანიის სამეფოში. შეთანხმებები კვლავ ძალაში დარჩებოდა, ეს სამართლიანი კითხვაა, რომელიც პასუხს იმსახურებს. ეს გადაჭრადია. და მეორე მხრივ, როგორ ავიცილოთ გრენლანდიის ეკონომიკაში რუსეთისა და ჩინეთის სდომა, ეს საუბრები მიმდინარეობს. Პადანო გენერალურობილო, სანამ დღეს ჩვენ საუბარს დავასრულებთ, სურს დავასრულო დეივის მიერ შესავალში დაწყებული ციტატა. პრეზიდენტ რეიგანის შენიშვნები 88 წლის სიტყვაში დასავლეთ ევროპის მოქალაქეებისადმი. როგორც დეივმა თქვა, ატლანტიკური ალიანსი არის ამერიკის საგარეო პოლიტიკისასა და თავად უსაფრთხოების ძირითადი ბირთვი. მან განაგრძო, მშვიდობიანი და დემოკრატიული ევროპა აუცილებელია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. თუ ჩვენი მოძმე დემოკრატიები უსაფრთხოდ არ იქნებიან, ჩვენც არ ვიქნებით უსაფრთხოდ. ეს უბრალოდ ხელშეკრულებების ენის საკითხი არ არის, მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი. ეს არის გამძლე რეალობა, ისეთი გამძლე, როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა, როგორც ის რეალობა, რომ საფრთხე მეინის, ნიუ-იორკის ან კალიფორნიის უსაფრთხოებისთვის არის საფრთხე ყველა 50 ამერიკული შტატის უსაფრთხოებისთვის. და შემდეგ მან თქვა, მარტივად რომ თქვათ, მიუხეზე თავდასხმა იგივეა, რაც ჩიკაგოზე თავდასხმა. პრეზიდენტი რეიგანი ასე უყურებდა ნატოს ალიანსს. ბატონო მდივანო, მადლობა ალიანსის შენარჩუნებისთვის და მადლობა, რომ დღეს აქ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა.